2026 წლიდან საქართველოში 4 ახალი გლობალური აქსელერატორი შემოდის, რაც ადგილობრივ სტარტაპებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. ამასთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო პროგრამების ფარგლებში ჯამურად 46 მილიონ დოლარზე მეტით 280-მდე სტარტაპი დააფინანსა, რომელთა 4000-მდე სამუშაო ადგილი შექმნეს. სტარტაპ ეკოსისტემის ქართული გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე განიხილეს, რომელშიც 160-ზე მეტი ქვეყნის 70,000-მდე დელეგატი მონაწილეობდა. მათ შორის იყო 6 ქართული სტარტაპი, რომლებიც სხვადასხვა პროფილურ ზონებში იყვნენ განაწილებული. Web Summit-ის პლატფორმაზე საქართველოს წელს მესამედ იღებდა მონაწილეობას. საქართველოში არსებული ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩაანაცვლდეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა პრობლემატურია, მიუხედავად მრავალჯერადი რეაბილიტაციისა, ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა. ამასთან ზოგიერთი მათგანი ახლოს მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოში იზრდება, მათი წილი მთლიან ავტოპარკში მხოლოდ 1% შეადგენს. თბის კაპიტალის მონაცემებით ამ დროისთვის ქვეყნის ავტოპარკი დაახლოებით 1,9 მილიონი ავტომობილით ითვლება, რომლის 64% ბენზინის ძრავიანია, 23% აქვს დიზელის ძრავი, 12% კი ჰიბრიდულ ძრავიანი ავტომობილია, თუმცა ძირითად საწვავად ავტომფლობელები მაინც ბენზინს მოიხმარდნენ, როგორც ხედავთ 2025 წლის 9 თვეში კი ავტოპარკს 125,000-ზე მეტი ავტომობილი დაემატა, მათი უდიდესი წილი 61% კვლავ ბენზინის ძრავიანი ავტომობილები იყო. უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China 2 დეკემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის ფრენებს დაიწყებს და რეისებს სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით 2025 წელს ჩინეთს საქართველოს შორის მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 10 თვეში საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ყველა ავიაკომპანიის მიერ 88,000-ზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რაც წლიურად 81%-იანი ზრდაა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოს საავიაციო ბაზრით დაინტერესება იზრდება და სამომავლოდ მეტი ავიაკომპანიის და მიმართულების დამატება არ გამოირიცხება. სწრაფად ბრუნვადი მოხმარების საქონლის, ეგრეთ წოდებული FMCG ბაზარი საქართველოში სტაბილურად იზრდება. გალთენ თაგარტის მონაცემებით იანვარ-სექტემბერში სექტორის მოცულობამ დაახლოებით 18 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი ფაქტორი ბრენდული ქსელებია. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ბრენდული მაღაზიების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თბილისის მაჩვენებელს. როგორ ვითარდება და რა გამოწვევებია ბაზარზე, მირანდა მანჯგალაძე, რიტეილ ექსპერტი გვერდდება სტუდიაში. მოგესალმებით მირანდა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე უნდა ვისაუბროთ, როგორც დასაწყისში აღნიშნეთ და მოდით ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. პირველ რიგში საუბარი FMCG სექტორი აჩვენებს 10%-იან ზრდას. რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, რომ გითხრათ რითია ზრდა გამოწვეული, ეს არის მოთხოვნის და თუ ფასების ზრდა? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენ და მივესალმებით მაყურებელს. მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ძალიან დეტალურად, ესე რომ ვთქვათ, ავხსნა გასაგებენაზე რა შეიძლება იყოს ინდიკატორები ამ კვლევის, ესე რომ ვთქვათ, უკან და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ზრდა განპირობებულია მოთხოვნიდან გამომდინარე, ამას კვლევაც აღნიშნავს. ინფლაციას ჰქონდა რაღაც წვლილი ბუნებრივია და ამ წვლილზე ვისაუბრებთ, როდესაც ვისაუბრებთ ფორმატზე, რა ფორმატის მაღაზიები იხსნება და რა განაპირობა ინფლაციამ რეალურად, მაგრამ ზრდა განპირობებულია
მოთხოვნიდან გამომდინარე. შესაბამისად თქვენ ახსენეთ, რომ მოთხოვნა პირველად გადააჭარბა რეგიონებმა, გადააჭარბა თბილის, ხო? სადღაც 17%-იანი ზრდა გვაქვს რეგიონებში გახსნილ მაღაზიებზე, სადაც დაახლოებით 8%-ია დაახლოებით თბილისში მოსულ წელზე, რომელიც მიუთითებს, რომ მაღაზიები გაცილებით ნაკლები გაიხსნა თბილისში, ვიდრე რეგიონებში. ეს მიგვანიშნებს, რომ პენეტრაცია, ბაზრის გაჯერებულობა, ესე რომ ვთქვათ, თბილისში უკვე ჯერდება ბაზარი, იმიტომ რომ რაოდენობრივად უკვე აღარც არის მეტი ადგილი, რომ გაიხსნას მაღაზია, ბუნებრივი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არც თუ ისე დიდი მასშტაბით, როგორც 9 თვის წინ პირობითად და რეგიონები უკვე თუ ბიზნეს მოდელში იყო ძალიან მკრთალი, ესე რომ ვთქვათ, კონტური წარსულში, დღეს უკვე რეალურად გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრის წილი და შესაბამისად იმ ქსელებს, რომელსაც ლიდერი პოზიცია უჭირავს, Daily Group 51.1%-ით შემოიფარგლება რეგიონებში გახსნილი მაღაზიებით, უპირობო ლიდერია. შესაბამისად, თქვენს კითხვას რომ უპასუხო, ზრდა განპირობებულია ბაზრის მოთხოვნით, რაღაც წვლილი ინფლაციას, ანუ ფასების ზრდასაც უჭირავს, მაგრამ ძირითადად მოთხოვნით არის განპირობებული. სად არის ეს მოთხოვნა? ბუნებრივია თუ კვლევას მივხვევით, მოთხოვნა არის უკვე რეგიონებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონებში მომხმარებელი უკვე ითხოვს იმ კომფორტულ გარემოს, იმ სტანდარტებს, იმ პროდუქციის არჩევანს, რომელიც თბილის ჰქონდა და შესაბამისად ეს მომხმარებლის დაკვეთის შესრულება. კი ბატონო, მომხმარებლის დაკვეთის შესრულება, ინფლაციას განპირობებული პირობა ფორმატზე ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ დისკაუნტერის ფორმატები იხსნება, ანუ ჩვენ გამოვდივართ ჰიპერმარკეტების ფორმატებიდან და სუპერმარკეტების ფორმატებიდან, გამოვდივართ დისკაუნტერის ფორმატზე. დისკაუნტერის ფორმატი ეს არის უფრო ვიწრო არჩევანი, ოღონდ ბიუჯეტური შეთავაზებები და ბუნებრივია თუ ასე მივდივართ, რეალურად ჩანს, რომ რეგიონებში ეს მოთხოვნა წამოვიდა, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ფორმატის მაღაზიაზე, პატარა ფორმატის მაღაზია ეს არის კვადრატული მეტრობით პატარა ფორმატზე, დაახლოებით 130 კვადრატი მეტრი მაღაზია, სადაც ასორტიმენტი, ეგრეთ წოდებული SKU-ები, ანუ პროდუქცია, რომელიც თაროზე გვხვდება, გაცილებით უფრო მწირია, ვიდრე სუპერმარკეტში და ჰიპერმარკეტში, ანუ ასორტიმენტი უფრო ნაკლებია, მაგრამ ასორტიმენტი რაც არის შემოთავაზებული, ანუ ბიუჯეტური ასორტიმენტი. ანუ ეს ხო არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ფასს და არა ხარისხს. ეს პირდაპირ ხომ არ არის ამის. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ფასს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მას სჭირდება უფრო დაბალფასიანი პროდუქტი, მაგრამ ამავდროულად ის ითხოვს ხარისხს, როგორც შეიძლება იყოს შეთავაზებული ბრენდულ ქსელურ მარკეტში და არა უსახელო მაღაზიაში. შესაბამისად, აქ არის რაღაცნაირი ბალანსი მომხმარებლის მოთხოვნის ზრდასთან, ინფორმაციულ გავითარებასთან და ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციულ წვდომასთან, სადაც მისთვის პრიორიტეტი ფასია და გახსოვთ ჩვენ ვახსენეთ, რომ ინფლაცია არ იწვევს ზრდას შემოსავალში, ანუ დიდი წვლილი არ უჭირავს, მაგრამ ინფლაციას დიდი წვლილი უჭირავს იმ კუთხით, რომ მან განაპირობა ახალი ფორმატის წამოსვლა, რაც არის დისკაუნტერის ფორმატი, სადაც მომხმარებელი ამ შემთხვევაში რეგიონში უფრო მეტად არის მომთხოვნი ფასის მიმართ და რეაგირებს ძალიან სწრაფად ფასზე, ითხოვს დაბალფასიან ბიუჯეტურ პროდუქციას, ასორტიმენტს არ ანიჭებს იმდენ დიდ ყურადღებას და შესაბამისად ითხოვს ხარისხს, რომ უნდა კომფორტულ, სუფთა, დაცულ გარემოში მიიღოს ის პროდუქცია დაბალ ფასად. გასაგებია, კონკურენციაზე მინდა გკითხოთ, რამდენად ჯანსაღია თამაშის წესები ბაზარზე იმ ფონზე, როდესაც 5 ბრენდის წილი 76%-ია, სწორედ ამ კვლევიდან მიგებთ ჩვენ ამის შესახებ. 5 ბრენდი დომინირებს და მთლიანი ბაზრის 76% უჭირავს. შესაბამისად, ეს ნიშნავს მცირე მეწარმეებისთვის გართულებულ პირობებს. გართულებულ პირობებს იმ კუთხით, რომ 5 მოთამაშე, ძირითადად ესე რომ ვთქვათ, პირველი 2 განაპირობებს 3 განაპირობებს ესე რომ ვთქვათ, თამაშის წესებს. ეს არის ბუნებრივი მოვლენა რეალურად, რადგან მათ უფრო მეტი ბერკეტი აქვს მაღაზიების რაოდენობიდან და წილიდან გამომდინარე და შესაბამისად მათ უფრო მეტად აქვთ სავაჭრო პირობა მომწოდებლებთან, ვიდრე დაუშვათ მომწოდებლებს აქვს ამ ეტაპზე. მეცაც გეტყვით, ზოგადად საცალო ქსელში შეიცვალა ტენდენციები, რეალურად რაც გულისხმობს იმას, რომ სხვა ენაზე საუბრობს უკვე რიტეილი, დისტრიბუცია, დისტრიბუტორები, მომწოდებლები ეგრეთ წოდებული ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ვინაიდან მათ ეკონომიის მასშტაბურობას მიაღწია ზუსტად იქედან, რომ თავიანთ იმპორტს ახორციელებენ ანალოგიური ბიუჯეტური პროდუქციებით, რომელსაც რეალურად აქვს დისკაუნტერის ფორმატში უფრო მეტი გასავალი, შესაბამისად დისტრიბუცია და მომწოდებლების არსებობის საკითხი ქვეყანაში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ვინაიდან ამ დიდ ქსელებს მონაცემებზე დაყრდნობით უკვე ექნებათ თავისი სადისტრიბუციო საწყობები, სადისტრიბუციო საწყობებში მათ საშუალება ექნებათ მიიღონ იმპორტირებული ანალოგიური საქონელი, ვიდრე დღეს არსებობს, გაცილებით ბიუჯეტური, შესაბამისად თვითონ უზრუნველყონ ლოგისტიკური მომსახურება თავიანთ მაღაზიებში, ამით ისინი გაზრდიან თავიანთ მომგებიანობის მარჟას. კონკურენტულიც გახდება ფასი შეიძლება ითქვას. ფასი
კონკურენტული გახდება, იმიტომ რომ ხუთი ქსელი მაინც კონკურენციას უწევს ერთმანეთს და შესაბამისად ფასებს აკონტროლებს და მომხმარებლისთვის კონკურენცია ყოველთვის მომგებიანია, თუმცა ჩვენ აქ საუბრობთ ღირებულების ჯაჭვში, დისტრიბუციის ამოვარდნის და კითხვის ნიშნის საკითხს, სადაც ერთის მხრივ, ანუ დისტრიბუტორები ეგრეთ წოდებული, რომლებიც ახორციელებდნენ წლების განმავლობაში სასაქონლო მომზადებას და მომარაგებას ქსელებით, ანუ წესები და ფორმირება შეიცვალა იქეთკენ, რომ ქსელებს აღარ ჭირდებათ დისტრიბუცია, ისინი თავად უკვე ეკონომიის მასშტაბურობა იმხელა აქვთ, რომ ახერხებენ იმპორტირებული პროდუქციის ჩამოტანას. სამუშაო ადგილე სავარაუდოდ შესაძლებელია ვივარაუდოთ, აი ეს არ ხდება დღეს და ხვალ, ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ფაქტია, რომ ამ მოვლენამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რადგან მე სტუდიაში როგორც ითელი ექსპერტი ისე ვარ მოწვეული, ამიტომ ბაზარზე ღირებულებათა ჯაჭვში, სადაც რეალურად საფრთხე ემუქრება უკვე დისტრიბუციას, ამაზე ალბათ უნდა ვისაუბროთ. ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით. ზუსტად მსგავსი განვითარების ტენდენციას გლობალურს მიყვება საქართველოს, ზუსტად მე მინდა გავიხსენო, როდესაც მე საერთაშორისო ქსელში ვმუშაობ ზუსტად ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ რეგიონები არის მნიშვნელოვანი, რეგიონებში მოთხოვნა გაიზრდება, გავამახვილოთ ყურადღება რეგიონებზე, გავხსნათ მაღაზიები რეგიონებში და მეორე აუცილებელია სადისტრიბუციო ადგილები, ანუ სასაწყობე მეურნეობა, ვინაიდან მოგებიანობის მარჟა რიტეილერებისთვის უფრო მეტად გაუმჯობესდეს. ზუსტად ეს სურათი დაგვიდგა მე ხარ რეალობად, რაც დაუშვათ 5 წლის წინ განხილვის ეტაპი იყო. ამიტომ გლობალურ ტენდენციას მიყვება საქართველო, აქ უფრო არის ანუ იმ დისტრიბუტორმა კომპანიებმა სადიპოვონ საკუთარი ნიშა, ვინაიდან გადალაგება მიდის მოთამაშეების ბაზარზე. კი ბატონო, საინტერესოა და ძალიან მოკლედ მოლოდინი ბაზრის ზრდის როგორია წლის ბოლომდე და მომავალ წელს. იცით რა, ყველაზე კარგი საკითხი აქ რაც წავიკითხე როგორც ექსპერტმა არის LFL-ი, ეს არის ის რომ ძველი მაღაზიები, ანუ აგრძელებენ მომგებიანად მუშაობას. რას ნიშნავს ეს ნახეთ? ანუ ახალი გახსნილი მაღაზიების ხარჯზე კი არ გაიზარდა ქსელური მარკეტების წილი. ანუ გაიზარდა რეალური მოთხოვნის საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ მაღაზია, რომელიც 1 წლის წინ იყო გახსნილი, იმ მაღაზიამ უფრო მეტი ივაჭრა, ანუ მომხმარებლისთვის, რომ გასაგებ ენაზე ვისაუბროთ. რამ განაპირობა ეს? ეს განაპირობა უკვე ეკონომიის მასშტაბურობამ, რაზეც ვისაუბრეთ, იმ ასორტიმენტმა, რომელიც მომხმარებლისთვის საინტერესოა, იმ ფასად, რომელიც საინტერესოა, რაც აგენერირებს უფრო მეტ ნავაჭრს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მირანდა მანჯგალაძე, რიტეილ ექსპერტი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით FMCG სექტორზე.